დილამშვიდობის საყვალა შემოძიუფასება, ჩემო კარგებო და საყვარლებო. ყველას მოგესალმებით. დღეს 15 სექტემბერია და გილოცავთ ახალ სასწავლო წელს. გისურვებთ, რომ ეს ყოფილიყოს ახალი შესაძლებლობების წელი და დღეს ზუსტად ამ თემაზე მინდა რომ ვისაუბროთ. როდის და როგორ იწყება ცვლილებები და ახალი შესაძლებლობები. ძალიან მნიშვნელოვანი თემა, რომელსაც შევეხეთ ჩემს მარათონში და ეს არის ის, რასაც ჩემ გოგოებს მე ვეუბნები და ვასწავლი და ეს ის არის, მე წლების განმავლობაში თქვენ სულ გიზიარებდით ხოლმე სრულიად უფასოდ შეუფასებელ ცოდნას და ინფორმაციას, რომელიც გამოიყენა ბევრმა ადამიანმა და მისი ცხოვრება სამუდამოდ შეიცვალა და ადრე საერთოდ არ ვამბობდი ხოლმე ამაზე არაფერს. უბრალოდ ვაკეთებდი ამ სიკეთეს და გავცემდი იმას, რაც მე შემეძლო რომ გამეცა და ეხლა გადავწყვიტე, რომ როცა ამ ჩემს უდიდეს ცოდნას გავცემ, უდიდეს სიკეთეს, რომელიც ადამიანების ცხოვრებაზე აისახება თუ გამოიყენებენ და სრულიად შეცვლის მათ ცხოვრებას, გადავწყვიტე, რომ ვთქვა ხოლმე, რომ მე გაძლევთ ამ შეუფასებელ ცოდნას, იმიტომ რომ როცა მე ბრჭყალებში გავბედე და ჩემს უდიდეს ცოდნაში, წონაში კლებასთან, კვებით აშლილობასთან და ამ შემდეგ დარღვევებთან გადავწყვიტე, რომ გამეკეთებინა მარათონი, რომელშიც ჩემს უდიდეს რესურსს, ჩემი სიცოცხლის დროს ვდებ და ამაზე ფასი დამედო, გამოჩნდა ძალიან ბევრი ადამიანი, რომელმაც მითხრა, რომ ვისაც ფული არ აგვაქვს, იმათ რა ვქნათ და ამას კიდე კაი ვერსიაა, უფასოდ რომ გააზიარო, ეხლა ეს ცოდნა რა იქნება. და თუნდაც მარათონის რა დავდე პირადი ნომერი, ვისაც სურვილი აქვს დონაციის მეთქი, სადაც არავისთვის არ დამიძალებია, არ მომითხოვია, სადაც იყო უბრალოდ რომ თუ კი შენ ჩემგან წლების განმავლობაში აი ასეთი მნიშვნელოვანი ამბავი წაიღე, როგორზეც დღეს უნდა გესაუბრო, რომელსაც ახლა თუ არ გამოიყენებ წამალს რომ იყიდო უკვდავების წყაროს, თუ არ დალიე, ის არ იმოქმედებს ხო შენზე. შენ თუ წაიღებ ამას და გამოიყენებ შენ ცხოვრებაში, ეს შენ ცხოვრებას შეცვლის და თუ არ გამოიყენებ, ცხადია ვერ შეცვლის. და მე აი ამ უდიდეს ცოდნას ყოველთვის გავცემდი სრულიად უფასოდ მთელი გულით და ახლაც გავცემ. უბრალოდ მინდა ხოლმე რომ ვთქვა, იმიტომ რომ ამ სამყაროში სამწუხაროდ სიკეთე არ ჩანს. და ბოროტება ჩანს, ბოროტება ყარს, ბოროტება ხმაურობს, ბოროტება ჩანს, ბოროტება ყვირის და სიკეთე არის ჩუმი და ისინი ვინც სიკეთეს ხედავენ, ეგ ადამიანებიც კეთილი, კარგი ადამიანები, ჩუმი ადამიანები ვართ. არ ვამბობთ ხოლმე, სხვის სიკეთეზეც არ ვსაუბრობთ ხოლმე, ჩვენ სიკეთეზეც არ ვსაუბრობთ ხოლმე, თუ ძალიან არ გაგვიჭირდა და არ დაგგვიჭირდა, ხო და მე ვთვლი, რომ ძალიან სწორია თუ კი ამაზე ჩვენ ვისაუბრებთ. იმიტომ კი არა რომ ჩვენ აქედან რაღაცას მოველით, არამედ იმიტომ რომ სხვა ადამიანებმა დაინახონ ჩვენი კარგი და მოტივაცია გაუჩნდათ, რომ მათაც რაც შეუძლიათ კარგი გააზიარონ, რომ სიკეთე გაიზარდოს. ხო და დღეს ეხა ყავა მოვადუღოთ ძალიან გემრიელი ყავა დილის სნიკერსთან ერთად და ვისაუბროთ ძალიან მაგარ თემაზე, როდის არის დაწყებისთვის საუკეთესო დრო. და ეს დაწყება შეიძლება იყოს როგორც ტონაში კლების, ასევე სწავლის, ბიზნესის თუ ნებისმიერ რაღაცის, რაც ჩვენ გვინდა. და რა არის ის ხაფანგები, რომელშიც ვებმებით და წლების განმავლობაში ვტრიალებთ და ვერ ვაკეთებთ იმას, რაც გვინდა. და ჩვენი დრო კიდე შეზღუდულია. ჩვენ არ ვართ მარადიულები. თუ ვინმეს დაავიწყდა. ძალიან ბევრი ადამიანი ცხოვრობს ისე, თითქოს მარადიულია და რავი, ძალიან მიგვირს ხოლმე. იმიტომ რომ აი მე მქონდა შემთხვევა, როცა ვიცოდი ადამიანი, რომელსაც ჰქონდა დიაგნოზი, კიბო და თან განუკურნელი, ვიცოდით ყველა, რომ ეს ადამიანი მიდიოდა ამ ქვეყნიდან და არავინ არ იცოდა მისი ერთ-ერთი ვიღაცა ნაცნობი, რომ ამ ქვეყნიდან მიდიოდა, ის მოდიოდა ამასთან სანახავად ამხნევებდა და ეს ქალი, რომელიც კიბოთი უკვე გარდაცვლილია, მაგრამ მაშინ ჯერ კიდე ცოცხალი იყო, როცა ის მეორე, რომელსაც არანაირი დიაგნოზი არ ჰქონდა, გარდაიცვალა და ეს მოესწრო იმის გარდაცვალებას. ანუ ჩვენ არაფერი არ ვიცით, ჩვენ საერთოდ არაფერი არ აქვს გარანტირებული და ნუ გგონია, რომ 100 წელი ყველა მივალთ.
შეიძლება ვერ მივიდეთ, შეიძლება მივიდეთ კეც, მაგრამ ვინც მივალთ 100 წელს, აი, ასე გადის. თვალი დახამხამებაში. ამიტომ ჩვენ რაც გვინდა, მაგისი 10 წლის მერე გადასადება დრო არ გვაქვს და თან კიდე უფრო მეტიც ნახე, შენ იმას კი არ ფიქრობ, რომ სპეციალურად გადადო 10 წლით. არა, შენ ისე ებმები ამ მახეებში, რომ შენ დაუნებურად ისე დებ იმ შენ სასურველს 10 წლის იქით, რომ ვერც კი ხვდები, ხვდები? ანუ ეს შენინებით რო დებ და კიდე სხვა არის. ანუ რამ ხელაზე დიდი რაღაცა. აი ამ თემაზე, აი ამ შეუფასებელ ცოდნაზე მინდა ვისაუბროთ. აი ეს ჩემი შეუფასებელი ცოდნა, რასაც მე ცხოვრება მიმახვედრა, მინდა შენ მოგწე. შეიძლება შენ ხარ მოსწავლე, შეიძლება შენ ხარ მშობელი, შეიძლება შენ უკვე პენსიონერი ხარ, არ აქვს მნიშვნელობა. ჩვენ ყველას გვაქვს დღევანდელი დღე და ჩვენ ყველას შეგვიძლია ვაკეთოთ ის, რაც ძალიან გვინდოდა რომ მოგვესწრო და გვეკეთებინა. ხო, შეიძლება რაღაცებმა ჩაია და ვერ გავაკეთებ, მაგრამ რიზი გაკეთება შეგვიძლია, ეგ უნდა გავაკეთო და ამაზე მინდა ვისაუბროთ. ოღონდ ჯერ მოდით დილის ყავა მოვადუღოთ. Okay? პირდაპირ ზაფხულის სიცხიდან გადავედით გვიან შემოდგომაში. ეს ძალიან ცუდია სხვა შორის. ეს რა მასხია აქ? მოსწავლეებს გილოცავთ ახალ სასწავლო წელს და მოსწავლეების მშობლებსაც გილოცავთ. მართალია, ბევრი ნერვების წყლეტა გელოდებათ და გველოდება წინ, მაგრამ მოდით ამასაც შევხედოთ როგორც ბედნიერებას, რომ ჩვენი შვილები არიან ჯამრთელები, მიდიან სკოლაში, ღმერთმა მუდამ ჯამრთელად გვიმყოფოს, სკოლაში თუ უნივერსიტეტში ჩვენ ამაზე ვდარდობთ და არა იმაზე, რომ ღმერთმა დაიფაროს და ჩვენ შვილს რაიმე ცუდი ჭირს. ასე რომ ყველაფერს აბსოლუტურად შევხედოთ პოზიტიურად. ეს აქ დავიდე, არ დამავიწყეს დალევათქო. და სასწორზე დავიდე, იმიტომ რომ სასწორს გვერდს მე არ ავუვლი. ხო, ასე რომ, მოდი გავიჭრათ ჩვენი ტაბლეტი და დავლიოთ. ვაიმე, ჩემი მზე, ჩემი ვარსკვლავი, ჩემი სიცოცხლე, ადე კიდე. გშია, რა გშია დე? რა გინდა? მე მინდა. რა გინდა დე? კოქტეილი? არ გვაქვს, მე ვიყიდოთ. ეხლა რა გინდა? რძე გვაქვს. ბანანიძე. მე ვიყიდოთ. მე უნდა. კი, ოღონდ ცოტა მერე, ჯერ დედამ ყავა უნდა დალიოს. იქამდე რამე შეგიძლია მიირთვა, ბანანი გვაქვს, რძეც გვაქვს. ჩემო სიცოცხლე, შენ გაიღვიძე და გაიღვიძე სწყდება. ფილე გამოვიღე, რომ გავიყვეს დღეს რაღაცა მინდა მოვამზადო, თუმცა არ ვიცი რა. შეიძლება соуსი მოვამზადო. ფილესგან. ესე. აჰა, ყავა მინდა. ჩაირთე ძვირფასო, გოგოებას ხელი მტკივა ძალიან. ტელეფონს ძლივს ვიჭერ. აი ეს, აი ეს ადგილი, აი აქედან. აი ესე ვერ ვატკივა. ტელეფონს ვერ ვიჭერ, მძიმეს ვერ ვწევ, სასტიკად ტკივა 2 დღე, არ ვიცი რატომ. ალბათ მყესი გაქვს დაჭიმულიო. ძილში თუ ცუდად მედოთ, არა? ისა, რა ვიცი. აი ხლა ეს რომ მიჭევს, ცით მტკივა, ანუ რა არ მიგსუნია არაფერი, სიმძიმე არ ამიწევი არაფერი და რა ვიცი, რა გითხრათ. აი ეს. ოკეი. ყავაში შაქარი გავუკეთო. თუ სნიკერს, აი ახლა ამას ვერ ჩამოვიღებ. შაქრიანს. შანსი არაა.
კილოზე. გუშინდელ დღესაც მოგიყვებით, ოღონდ ჯერ იმაზე ვილაპარაკოთ. რაც მინდა რომ ვილაპარაკოთ. ან ეხა მოგიყვებით, სანამ ყავას ვადუღებ გუშინდელზე. იქაც ელემენტები დაუჯდა პრიუსზე რა. ხოდა ელოდებოდა ჯერ კიდე სანამ ცხოვრწყოში წავიდოდა, რომ ელემენტი იმას იზავდა, ხო და ნუ არა ინთო არა და ბოლოს ისა. ეხა აუნთო რა. უშინ დილას წავიდა, რომ უცებო გამოვცვლიო იმასო. რა ქვია, ელემენტებს და მოვალო. მერე უნდა წაგვეყვანო ბავშვები. ანუ მე უწუპუწუები არ ამჭირს ხალხო. ადრე მრავალშვილიანი დედების ჯგუფშიც წავიკითხე, რომ აბა როგორ ამზადებთ ბავშვებს და რაღაცა სკოლისთვის რა. ხო, შეიძლება რავი, მაღალ კლასებში რო არიან ჩემი შვილები, უკვე მაგიტო არის, არ ვიცი, მაგრამ ანუ ჩანთები გვაქვს, ტანსაცმელი გვაქვს. ვყიდულობთ მარტო აი განახლებას რა, განახლება ხო სუგჭირდება, ხო და ვყიდულობთ განახლებას და გუშინაც ვიყიდეთ, უნდა გვეყიდა. ხო და ისა, ნუ აი სხვა დროს აღარ მოვიტოვებ ამ დრომდე. სხვა დროს როგორ უნდა გავაკეთო, იცით? გაზაფხული რომ თავდება და საგაზაფხულო კოლექციას რო 70%-იანი ფასდაკლება, მაშინ ვიყიდი, სხვა დროს ვიყიდი აი საგაზაფხულო კოლექცია რომ იყიდება ფასდაკლებაში მაშინ და ამ დროისთვის და საშემოდგომოდ ეგრე უნდა იყიდო რა, ან შემოდგომის ბოლოს რო იქნება ფასდაკლება ზამთრის კოლექციისკენ, მაშინ, ანუ შემოდგომა გაზაფხულის კოლექციები უნდა საერთოდ რა, ტანსაცმელი უნდა იყიდო ადამიანმა ეგრე სეზონის ბოლო ფასდაკლებაზე. ეხლა თან ნახე, ადრე ვერ ვყიდულობდი, იმიტომ რომ ბავშვები ძალიან სწრაფად იზრდებიან რა და ეხლა, ანუ წინა წლისას რო ვყიდულობდი, წინა წელს ამ წელს უკვე აღარ გქონდათ ხოლმე ზომას ვერ ვარწყავდი და ეხლა უკვე შემიძლია რომ ასე ვუყიდო და მასე ვუყიდე, ჩემთვისაც ეგრე ვიყიდე. აღარ ჩემს წონაზე ეს ბოლო 5 კილოც უნდა დავაგდო და მე გარდი რომ დავაწყობ, იმე გავკიშდები ხალხნო. ხო, და სოფიამ რო ჩამირიცხა 150 ლარი დაბადების დღე ჩემს სახელზე რამე იყიდეო, ვაბიებ რომ რაღაცა ტანსაცმელები ვიყიდო ჩემთვის. ანუ ისეთი ტანსაცმელები, რასაც მაგალითად 50 კილოზე ჩავის, ნუ მაგალითად ზედები და რაღაცა. აი ის ზედა რო ვიყიდე, დაბადების დღეზე რაც მეცვა ძალიან მაგრად მომწონს და მოკლედ დიდ მოლში უნდა წავიდე და ვიყიდე. ხო და მოკლედ იქა წავიდა გუშინ დილას. და ველოდებოდი რომ 2 საათში უნდა მოსულიყო 11-ზე წავიდა და როგორც კი მოვალო მაშინვე წავიდეთო, იმიტომ რომ მე ძალიან საცობები იქნებაო. გახდა 12, გახდა პირველი, გახდა 2, გახდა 3 და ურეკე რა შვები რიგიაო და ველოდები. შენი დედა. ამიტომ ჯერ ყავა მოადუღე და ამბავი მერე მოყევი. როგორ ვერ ვიტან ამას ამ ხელით ვერ ავწევ. ბანი help you? Bani. Banitko! Raiko! Ben ხედავ რა მაგეუბნება არას. Фу! ხედე. მე ამას ვერ დავლევ. ვერაფრით ვერ დავლევ ამას. ბოდიში ყავა. მაგრამ აი ვერაფრით. ცივი არის ხელი მეგონა რომ იქნება. ხო და მოკლედ გუშინ მე 3 საათი რო გახდა და კიდევ ვდგება ჩემ წინდა ის არის გიაო რომ მითხრა მე თქიებას ჩავაცვი აბა წავიდეთ გავისეინოთ ხო უფრო ადრე რო ბანითქო უფრო ადრე რო იმას მექნა
მე ფიქრა მარტო წავიდოდი რა ბავშვებით, მაგრამ მე უკვე შემეშინდა საცობებში არ მოხვდეთ თქო დიჩი. ბანი! აი მე ხარ ასლუზავ მე მაგას. აბა ჩამოდი ძირს ხლავე. ვერ გაიგება რა გეუბნება არ მინდაო. აბა ძირს ჩკარა. ხო. ნუ აბრაზე ფევას. შენაი ბანიჩკა. ბანი, ევა გეუბნება რომ არ უნდა. ვერ გაიგე? ბანი. ბანი. ახლა არ იყო ევასთან. ხო და ხალხო მოკლედ ესეთი ამბავი ვერ წავედით გუშინ რა და ეგ კარფურის ქვემოთ არის მაღაზია. ტანსაცმელის რა ქვია? რა ქვია კი არ მახსოვს. იქ ამ რა ფრჩხილია ითალა ის მაღაზია. Shopping house. აგე, ესა. ხო და კარფურში რომ მივდიოდი, ევა წავიყვანე კარფურში. და კაი პარკია სქელი. ევა წავიყვანე ხალხო კარფურში და კარფურში რომ მივდიოდით, მოდიოდნენ იქიდან ქვემოდან რა ხალხი იმითი. რა ქვია, აი ამ პარკებით. გამახსენდა ეს მაღაზია. მეთქი მოდი აბა იქ შევიდეთ, ხო დაურეკე. მეთქი მოდით მეთქი აბა შევიდეთ, ხო და შევედით. იქაც მოვიდა ამ დროს. არა, ჯერ როგორ იყო იცი? ჯერ პარკში წავედით. ევამ საქანელზე იქანაო, მე იქამდე ძალიან მეფსიოდა საშინლად. ხო და მე ისა მეთქი სახლში მივიდეთ თქო, ალბათ ევა დარჩება და ჩვენ წამოვიდეთ თქო. ხო და მოვედით სახლში და ევამ თქვა რა მე არ დავშები ასად მეცნო და მოვიდეო და ევაც წამოყო. ხო და ამ დროს იქაც მოვიდა, ტუჩი ქონდა ესე დასიებული. ხო და ისა წამალი მინდაო რა ალერგიის. მე მივეცი. მეთქი მშიერი ხო არ დალევ მეთქი რა. არ ვარ მშიერიო, იმდენი ხანი რომ ველოდებოდი, oi ეთყობა იმკაც შეეცოდა იმ ხელოდა ლავაში იყიდაო და მომიტეხაო და ყველიც მიდი ქენიდე. ყველიც მომიჭრაო. მიდი ქენი მოვალე ხა ეს ყავა კიდე გადმომივა ახლა. ხო და ისა წავედით მე და იყიდეს ანდრეამ 2 ზედა და 2 შარვალი სპორტულები. თანაკ რაღაცა ისინი ქონდათ ეკიდა, ეგენი მოხსნა. რაღაც სეპი და ის. რაღაც რეპერულ სტილში. თოკო მიყიდა ერთი პლაშო, ვკავღონდ რა ვიცი, არ ვიცი ეგ რამდენად არ გაატარებს იმას წყალს, მაგრამ ნუ 29 ლარი და მოვალდე და 1 წუთი. ეს კიდე აი მივალ და მოვალ მე რა უქნა. ახლა ესე იგი ამ ჩემს Samsung-ს რა დაემართა, იცი? ელემენტი გაებერა. ელემენტი ამოებერა უკან და იმიტომ მოძვრა უკანა ხუფი იმ Samsung-ს ჩემსას. A50 რომელია? 13 გონი. ხო და ემართება Samsung-ებს ეგ. ხო და ეს გაებერა და მოძვრა ეს უკანა ხუფი საერთოდ. ხო და ხო დავაწები მე ორმაგის კოჩით და ჩავდე იმაში. აი ესეთ შინახეთ, აი ესე რო კონდეს რა, აი ესე. ეს ზემოდან რა. და აქეთ ხარ ეს ტელეფონის ეკრანმა ამოიწია, ანუ კიდე გაებერა რა, ესე იჯდა ჩვეულებრივად და ეხლა ამოიწია. ესე იგი კიდე გაიბერა ისა ელემენტი. არა ფეთქდეს, ეგენი ფეთქდება. ესე იგი ამ ახალა შემბულ სახლს გარშემო აკრავენ, იცით რას? ტექნიკას უყიდავთ ხოლმე ტელევიზორს რაღაცა თეთრ რაღაცეებში რო დევს ხოლმე გახვეული, ხო იცით? აი მაგ თეთრ რაღაცას აკრავენ და ეგ თბოიზოლაციისთვის აკეთებენ, თუ რისთვის აკეთებენ ვერ გამიგია. რა ვესეჭიროა აი. სივა. შეიძლება მე ჩემ დაბადების დღეზე ესე ტიტველი რო დავდიოდი. არაფერი არ მეცვა შემოცმული რაღაცა წიმდა და ციოდა, შემცივდა და იმიტომ ტკივა აი ეს. ეხლა ვფიქრობ მაგას. ისე სიამოვნებს სითბო. რა რავი.
ჭხილების გაკეთება დავიწყე. რას დავაკვირდი, იცი? 5 წელს ერთად რო ვიკეთებ, განა ვერ ვიკეთებ, მაგრამ ისეთი არ გამომდის, რომ ისეთი კარგი და იდეალური მე როგორც მომწონს და აი 2-3-ს ერთს რო ვიკეთებ ერთ ჯერზე, ისეთი გამოდის, როგორც მე მომწონს. ამიტომ ნაწილ-ნაწილ გავიკეთებ, სად მეჩქარება, ინახე. ესენია ახლები, ეს დიდად არ მომწონს. ღამე გავიკეთებ, ვერ ვხედავთ, არ არის კაი დიდად. აი ესენი ძალიან მომწონს. აი რა ამაზები. ჩემი მოხატული. იმას ჩავიცვამ ჰუდის, იმიტომ რომ ცივა. თოკოს შარულები მაქვს არ მინდაო და მოკლედ იყიდა 2 ზედა და 1 შემოსაცმელი. აი, პლაშოვკა. ხო, და ანდრიამ ისინი იყიდა. წყვილებში რა, ზედა ქვედა. ამასაც არ აქვს ხალხო კაფი. კი, მაგრამ რა ხდება? მე სიყვარული. თნიკელში. აი ხალხო, ემებზე გეუბნებით, ნახეთ რა საკრავენ იმას. და თან რო ვუყურებ ყოველ ჯერს და გული მისკდება, ეს ბიჭები კი არ ჩამოცვილი, რანაირად არის ჩამოკიდული. აი რა ვიცი, ესე. Pony. ხავა ჯერ ფასება. ხოდა მოკლედ. ერაზე მინდა რომ ეხა ვისაუბროთ მე და თქვენ. აი, ჩემთან ერთ-ერთმა ძვირფასმა გოგომ დაწერა რომ აიო დღეიდანო დაიწყო ახალი სასწავლო წელი და მორჩაო რა, ანუ რა გავაკეთოთ ყველაფერი როგორც საჭიროა. ხა და ამან გამახსენა ის რომ აი ჩვენ ახალ წელს ძალიან ბევრი თქვენგან მეც გამიკეთებია და ალბათ ბევრი თქვენგანს გაუკეთებია რომ დაიჭრები და ჩამოწერ და დავიკლო 15 კილო, რავი, ყველას თავისი წონა ჩასვით იქ. უნდა ვისწავლო ეს, უნდა გავაკეთო ეს, უნდა წავიდე აქ, უნდა ვიყიდო ეს და არიან ადამიანები, რომლებიც ამას აკეთებენ, მაგრამ ეს ადამიანები იმიტომ კი არ აკეთებენ, რომ ახალი წელი დაიწყო. ანუ ეს ადამიანები ზოგადად ცხოვრებაში გეგმავენ და აკეთებენ. ეგ სხვა რაღაცა არის. მე ვიძახი, ვინც აი მაგალითად მოვიდა ახალი წელი და ახალ წელს ელოდებოდა რომ ეს დაეწყო, ან მოვიდა ახალი წელი და ახალ სასწავლო წელს ელოდებოდა რომ ეს დაეწყო, ან მოვიდა პირველი თვის პირველი რიცხვი, ან შემდეგი ორშაბათი, ანუ გულისხმობ, როცა ჩვენ ვდებთ ხოლმე ჩვენ ცხოვრებას იმისთვის, რომ დავიწყოთ. აი დღესაც, მოდი, დღესაც დავრჩები ჩემს მანკიერებებში, დღესაც დავრჩები ჩემს მავნე ჩვევებში. და ხვალიდან გადავაგდებ სიგარეტს. ორშაბათიდან დავიწყებ დიეტას. ახალი თვიდან დავიწყებ სწავლას და ასე შემდეგ. და ეს არის ხოლმე ეს შეხედულება, არის ხოლმე შეხედულება ყველაფერი ან არაფერი, ეს შეხედულება თავს არ ტყავ ბონჩკა. ეს შეხედულება არის ხოლმე განწირული იმისთვის, რომ გავა 2 თვე და ჩვენ ველოდებით რაღაცა ახალ თარიღს, იმიტომ რომ რაღაცა დავიწყოთ. აი მე ბონი შენ აქ შეგცივადე. მოდი. ჩიმი პოჭერო. ხო. და ეგ ყოველთვის არის განწირული. და იცა წეგან და რა ქენ წეგან. გადი არ მაგოცო.
და ეგ ყოველთვის არის განწირული, იმისთვის რომ არ გავაკეთებთ. და დღეს მინდა ვისაუბროთ იმაზე, როდის არის საუკეთესო დრო რაღაცის დასაწყებად. აბა ვინ მიხვდარის თქმას ვაპირებ? დიახ, საუკეთესო დრო დასაწყებად არის ეს წუთი. ეს წამი, როცა შენ ფიქრობ, რომ გინდა შეცვლა, შენ ამბობ, რომ მე აი ამ წუთიდან გადავაგდებ ყველა სიგარეტს, რომელიც მაქვს. გავიგებ, როგორ დავანებო თავი, როგორ გავიმარტიო გამოსვლა, გავიგებ, თუ საჭირო იქნება ექიმსაც მივმართავ, რომ პრეპარატები, რომელიც დამეხმარება, ოღონდ ახლავე ამ წუთიდანვე დავიწყებ ამის კეთებას. წონაში კლება. აი, ესე ბევრჯერ დაწყებული და დარღვეული წეღარაც თქვი. შედეგად შეიძლება უკვე პლუს 10-15 კილოგა კიდე ზემოდან დასაკლები, ვიდრე თავიდან ქონდა. არა უშავს. თვით გვემა, დანაშაულის გრძნობა, არაფერს არ მოიტანს. ოკეი. ვაღიარებთ. იმ მდგომარეობას, სადაც ახლა ვართ. გვიყვარს ჩვენი თავი. ისეთი როგორც ვართ, იმიტომ რომ რაღაცისგან გავრბოდით და რაღაცისგან გვიხსნით და ჩვენი თავი ამ ქცევით, მაგრამ ახლა მე ვირჩევ იმას, რომ ასე აღარ ვიყო. ახლა მე ვირჩევ ახალ გზას. და მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება 5000 კალორია გაქვს ნაჭამი უკვე და ამ წუთას მოგივიდა ეგ იდეა, რომ უნდა დაიწყო წონაში კლება, არ დაელოდო ხვალეს სუფთა ფურცლიდან დასაწყებად. იმიტომ რომ გადადებული საქმე შმაკისაო, ბებია ჩემი ამბობდა ხოლმე. როცა დებ არ გინდა საკმარისად. იქ გინდა დარჩენა, სადაც ხარ. ჭამე 5000 კალორია, დღეს ჭამე უამრავი. გაქვს სიმძიმის შეგრძნება, დანაშაულის გრძნობა, გეზიზღება შენი თავი, საზიზღრად გრძნობ შენ თავს. არ გაუბრაზდე შენ თავს, უბრალოდ, რამდენი შენ თავს თქვი. თქვი, რომ აი ამ წუთიდან ვიწყებ. აი დღეს ნუღარ დაამატებ ნურცერთ ლუკმას, იმიტომ რომ უკვე ჭამე და მოსჩა, რუსებს აქვს ესეთი ანდაზა, დაიწვა სარაი ქართულად როგორ იქნება? გარი იხატა, ანუ თუ დაიწვა შესანახი ადგილი, არ მახსოვს ქართულად როგორ შეიძლება ვთქვა, სირცხვილი მე, დაიწვევ მთელი სახლიც. არ არის ეგრე. ჩვენ როცა მაგალითად რაღაცა ერთ ნაწილს რო ცეცხლი გაუჩნდეს, რას შევეცდებით, რომ სახლი გადავარჩინოთ, ხო, ხანძრისგან. და არა იმას, რომ ის თუ დაიწვა, მოდი მაგრამ ეს დაიწვას დაველოდოთ. არა. თუ შეჭამე უკვე უამრავი ამ დროისთვის. ახლა ჩერდები და აღარ ამატებს არაფერს დღეს. ანუ დღეს რისი გაკეთება შეგიძლია, დღეს უნდა გააკეთო. დღეს იმის გაკეთება, რისი გაკეთება შეგიძლია ეს არის, რომ მიიღო ეს მდგომარეობა, სად ხარ. მოძებნო საუკეთესო გზა, როგორ შეგიძლია აქედან გამოხვიდე. თუ საჭირო იქნება სპეციალისტის დახმარებაც ითხოვო, იმიტომ რომ ძალიან ხშირად ზედმეტი საჭმელი ადამიანს ჭირდება. ნუ ერთი იმისთვის, რომ დამოკიდებულება და მავნეჩვევა და მეორე კიდე იმისთვის, რომ შეიძლება დეპრესია აქვს. შეიძლება ADHD აქვს და რაღაცას უმკლავდება, რაღაცას ტვინს აძლევს, რაც ტვინს არა აქვს და ასე იხსნის თავის თავს, ხო? შესაბამისად. იგივე მოწევაზე და იგივე ყველაფერზე. ანუ საუკეთესო დრო დასაწყებად არის აქ და ახლა. როგორც კი ეს სურვილი მომივიდა, მაშინვე. ყველა ჭეშმარიტება არის დღესავით ნათელი და ძალიან მარტივი თითქოს, მაგრამ ამავდროულად ძალიან რთული.
ის ჩემთან რა. ცივადა. მე ვინ არის ბონი? მე მეძე და ვინმე რამე არ შეჭამოს უშენოდ ბონი. ბონი. ამიტომ ჩემო ძვირფასებო იცოდეთ რა. თუ დებთ ორშაბათისთვის, თვის დასაწყისისთვის, ახალი დღესთვის, თქვენი დაბადების დღესთვის დასაწყის რაღაცისას, ასე დებთ შედეგს. და რეალურად დებთ თქვენს ცხოვრებას. გადმომივიდა რა, კაფე არა აქვს. ასევე არიან ადამიანები, რომელსაც დაკლება უნდათ და დაკლება არ უნდათ. სწავლა უნდათ და სწავლა არ უნდათ. მოდი. ფული უნდათ და ბიზნესი არ უნდათ. ამ ქვეყნად ჩემო ძვირფასებო ყველაფერს აქვს თავის საფასური. არაფერი არ არსებობს ამ ქვეყნად თავის საფასური რომ არ ჰქონდეს. ანუ ახლა რას ვიძახი? შენ თუ გინდა წონაში დაკლება. შენ უნდა იცოდე რომ უნდა გინდოდეს პროცესი, რომლის განმავლობაშიც მოტივაცია შენ არ გექნება მთელი დრო. მოტივაცია გექნება 2 კვირა, 10 დღე. მე მოტივაცია ქრება. მე რჩება დისციპლინა. დისციპლინა კიდე არის ტკივნეული. ნახე, ძალიან ხშირად ეშლებათ ხოლმე ადამიანს ეგეთი რაღაცები. მე ჩემ თავს შევებრძოლე და მე ჩემი თავი დავამარცხე. ყველაზე დიდი გამარჯვება, საკუთარ თავზე გამარჯვება და ეგეთი სისულელეები. ახლა გეტყვით რატოა სისულელე? საკუთარი თავი ის არის, ვისაც ვერასდროს ვერ გაიმარჯვებ. საკუთარი თავი ის არის, ვისთანაც შეიძლება სიყვარული და თანამშრომლობა. თუ შენ თავს აუხსნი რაღაცა, რატო გჭირდება, ის შენ კი არ გებრძვის, ის შენ გეხმარება და თქვენ როგორც ორი თანამოაზრე ერთმანეთს ეხმარებით, რომ მიხვიდეთ მიზნამდე. და თუ შენ თავს კი არ უხსნი, რატო გჭირდება, რომ სიგარეტს თავი დავანებოთ და ეძალავები, შენ მას ებრძვი, ის შენ გებრძვის და მიზანი არის სადღაც იქით. და თქვენ მიზანთან არ მიდიხართ. იმიტომ რომ დააგდებ ძირს შენ თავს, აჯობებ, განაიარაღებ და სიგარეტს გადააგდებ. მაგრამ როგორც კი ცხოვრებაში გექნება რთული პერიოდი, რომელსაც უკრავდებოდი ხოლმე მოწევით, ის შენი თავი შენ დაგაგდებს ძირს, ზედ შეგდგება და იმ სიგარეტის მოწევას დაიწყებს ისე. მთელი ცხოვრება ამ ძიძგილაობაში იქნება. ხო და ერთადერთი გზა იმისთვის, რომ ძიძგილაობას მორჩე და გაიმარჯვო, არის რომ შენი თავის მოკავშირე გახდე. ანუ საკუთარი თავის გატეხვა საჭირო არ არის. საჭირო არის საკუთარი თავის მოკავშირე გახდე. ანუ სწორად და ჭკვიანურად ერთად უნდა იაროთ წინ. და ნახე გატეხვა სინამდვილეში რას ეძახიან. ნახე ამას ეძახიან დისციპლინის ტკივილს. ეს არ არის გატეხვა, ეს არის დისციპლინის ტკივილი. ნებისმიერმა ადამიანმა, რომელიც იდეალურად კარგად სწავლობს, რომელმაც დაიკლო წონა, რომელსაც აქვს ბიზნესი, ნებისმიერი რაღაცა ვთქვა, სფეროში რაღაცას აღწევს, ხო? რაღაცაში რაშიც ძალისხმევა და დისციპლინა არის საჭირო. ყველა მიცის რომ ჩვენ გვჭირდება რაღაცა დრო, დისციპლინის ტკივილი გავიაროთ. მერე
რაღაცა დროის მერე დისციპლინის ტკივილი გადადის ძალიან სასიამოვნო, აი რომ ამაყობ შენი თავით განცდაში. ანუ აღარ არის ეგ ტკივილი, მერე იდება შედეგი, შენ ხედავ შენ თავს ქმედებაში, ხედავ რა მაგარი ყოფილა და უკვე ამ პროცესით იწყებ ტკბობას. კი, რა თქმა უნდა, გაქვს მომენტები, როცა შეიძლება ცუდად ხარ, როცა შეიძლება დაიღალე, როცა შეიძლება ემოციურად ხარ ძალიან, მაგრამ მაგ დროსაც აკეთებ, მაგ დროს არ გინდა, არ გიხარია, მაგრამ დისციპლინის გამო აკეთებ, მაგრამ მეორე დღეს რა მხელა სიამაყის განცდა გაქვს, რომ გააკეთე ეს, რაც უნდა გაგეკეთებინა. არ დანებდი. და დღეს დაინახე შედეგი, ხვალ, ზეგ და იცი, რომ დღეს რო არ დანებდი, ის მაგიტო გაქვს. ხვდები? შესაბამისად, დისციპლინის ტკივილს ნუ დავარქმევ საკუთარი თავის გატეხვას. ეგ არ არის საკუთარი თავის გატეხვა. ეგ არის კომფორტის ზონიდან გამოსვლას. თუ კომფორტის ზონიდან გამოსვლას არ ვისწავლით, ცხოვრებაში ვერასდროს ვერაფერს ვერ მივახცევთ. კარგს. ვერ ავაშენებთ ვერაფერს. აგე რო აშენებთ სახლს, სად არის ხალხი ასული და ნგრევისთვის კიდე არაფერია საჭირო, ნგრევა თავისით ხდება. მიატოვე შენობა 10 წელი და თავისით იწყებს ნგრევას, მაგრამ აბა ჩაყარე საფუძველი და დატოვე 1-10 წელი თუ რამე აშენდება თავისით. არა. და ამას უნდა ძალისხმევა. ეს ტკივნეულია. ამას სჭირდება ისევ საკუთარ თავთან მოლაპარაკება და გადალახვა. ისე როგორც შეგიძლია, არა იდეალურად, მაგრამ ისე როგორც შენ შეგიძლია. და აი მაგალითად ნახე რა ვთქვი რომ რატო ვთქვი რომ ძალიან ბევრი ადამიანი ახლა მე ვნახე აი მარათონის ამბებზე რომ ძალიან ბევრი ადამიანია რომ უნდა დაკლება და დაკლება არ უნდა. ანუ ნახე რას გულისხმობ, უნდა რომ იყოს გამხდარი, მაგრამ თან უნდა რომ ისევ იმდენი და ისე ჭამოს როგორც ჭამს. ანუ ის რაც მოყვება რომ გამხდარი იყოს მაგას, ანუ შეზღუდვები, რაოდენობის მაგალითად, მე არ მინდა კალორიების დათვლა. მე არ მიყვარს ფილე, მე არ მაქვს დრო, ანუ შენ არ გინდა. შენ არ გინდა მოქმედება იმისთვის რომ ანუ შენ გინდა შედეგი, მაგრამ არ გინდა გზა გაიარო, რომელიც იმ შედეგთან მიგიყვანს. მაგალითად, მე მინდა ჩავაბარო უნივერსიტეტში. მინდა, მაგრამ მე არ მინდა დავჯდე და ვისწავლო ყოველ დღე. ესე იგი, მე არ მინდა უნივერსიტეტში ჩაბარება სინამდვილეში, რომ მინდოდეს, დავჯდებოდი და ვისწავლი ყოველ დღე. ანუ შენ თუ შედეგი გინდა, პროცესიც უნდა გინდოდეს. და თუ შედეგი გინდა, პროცესი არ გინდა, ესე იგი არ გინდა ეგ. ყველას ახლა ნებისმიერ ადამიანს გააჩერე, კითხე, გინდა რომ მილიონერი იყო თუ არა? ყველა გეტყვის რომ მინდა რომ მილიონერი ვიყო. და მე მიიყვანე ადამიანთან რომელიც მილიონერია და ერთი დღე ეს ადამიანი აცხოვრე იმ ადამიანის ცხოვრებით. მიაღებინე იმდენი საპასუხისმგებლო გადაწყვეტილება, რასაც ის ადამიანი იღებს. ამუშავე იმდენი, რამდენსაც ის ადამიანი მუშაობს და დღის ბოლოს ეს ადამიანი გეტყვის რომ მე ესეთი ცხოვრება არ მინდა. ანუ უნდა რომ მილიონერი იყოს, უნდა რომ ის ქმარს, ცოლს, მამას, დედას, ვიღაცას ჰქონდეს მილიონი და ამასაც ერგოს, მაგრამ თვითონ რომ წავიდეს ეს აკეთოს არ უნდა. ვისაც უნდა რომ წავიდეს ეს აკეთოს, ის უკვე წასულია და მაგას აკეთებს. ანუ ყველაფერს აქვს თავის ფასი და ფასი არის ქმედება. შენ თუ ამ ცხოვრებაში, მაგალითად, ძალიან ბევრი ადამიანია, რომ სინამდვილეში არ უნდა დაკლება. ანუ დაკლება იმიტომ უნდა, რომ ეხლა მოდაშია სიგამხდრე. და ძალიან ბევრი ადამიანი, ვინც ეხლა თუნდაც გამხდარია და ინარჩუნებს ტანჯვის ხარჯზე წონას, იმიტომ გამხდარი, რომ მოდაშია. რენესანსის დროს რომ ადამიანს ეცხოვრა, პუტკუნა იქნებოდა, იმიტომ რომ მაშინ იგი იყო მოდაში. სილამაზეთ ეგ ითვლებოდა. ანუ ამას იმიტომ კი არ აკეთებს, რომ თვითონ უყვარს სიგამხდრე. ამას იმიტომ აკეთებს, რომ ეს მიღებულია და ხალხს მოსწონს. აი ნახე, შენ თუ გინდა სიგამხდრე, იმიტომ უნდა გინდოდეს სიგამხდრე, რომ ანუ შენ თავთან ასოცირდებოდეს, აი როგორც ჩემთვის. ჩემთვის, ჩემს იდენტობასთან, ჩემ თავთან ასოცირდება ჩემი გამხდარი თავი. და რა თქმა უნდა, ჯანმრთელობა. იმიტომ რომ გვინდა ჩვენ თუ არ გვინდა, ფაქტია, რომ სიმსუქნე არის დაავადებების უდიდესი წილის და უდიდესი პროცენტის გამომწვევი. გვინდა თუ არ გვინდა, ჩვენ ჯანმრთელობას ეს უქმნის ცუდ შედეგებს.
ანუ მე მინდა ვიყო ჯანმრთელი და მე მინდა ისე გამოვიყურებო, ერთი სიცოცხლე მაქვს და ისე გამოვიყურებოდე მინდა, როგორც მე ჩემ თავში ვხედავ და წარმოვიდგენ. ანუ არა ისე რომ გავხდები და ვთქვათ, ვიქცევი ვინმე სხვათ, ჯოლით ან ლიმად, არა. ჩემი თავი ვიქნები ისევ. ზუსტად ის იგივე პლუსები მექნება და მინუსები თუნდაც ფიგურაში და ვიზუალში რაც ეხლა მაქვს. უბრალოდ მე ჩემი თავი ის არის. იმასთან მივდივარ. ანუ თუ გინდა რაღაცა მართლა უნდა გინდოდეს. იმიტომ რომ სხვა შემთხვევაში ამ გზას ვერ გაიმტო, ეს გზა რთულია. ასევე მაგალითად სწავლაზე. თუ გინდა შენ სწავლა, შენ იმიტომ კი არ უნდა გინდოდეს რომ მე ფული იშოვა მაგეთი. სწავლის გარეშეც შოულობენ ფულს უნივერსიტეტის გარეშეც ბევრი მილიონერი და ბევრი ადამიანის ბევრი ფული იშოვა, სულ არ დაუმთავრებია უნივერსიტეტი. ფულს მაგის გარეშეც შოულობენ. მე არ ვამბობ რომ სწავლა ცუდია, ეხლა მასე ნუ გადათარგმნით და არავის არ მოუწოდებ რომ არის სწავლოს. მე ვამბობ რომ ფული შოვნა შესაძლებელია სხვა რამის სწავლით, არა უნივერსიტეტში, არამედ იმ საქმის სწავლით, რომელთაც მაგალითად გინდა ფული იშოვა და ეს შესაძლებელია და ეს დამტკიცებულია, ეს მე არ ვიგონებ ამას. სწავლა არ უნდა გინდოდეს, იმიტომ რომ დედას უნდა, მამას უნდა, ბებიას უნდა და ვიღაცა რომ იტყვი რომ იმე დიპლომი როგორ არა გაკო და ან შენ ქმარს რო უნდა და იმე უდიპლომოცოლი და ქმარი როგორ მყავდესო რომ ფიქრობს, მაგიტო დიპლომი არ უნდა გქონდეს. ერთადერთი მიზეზი სწავლის არის ის, რომ გაინტერესებს სულით და გულით ის, აი მე მაგალითად მე არ დამიმთავრებია ჩავაბარე, არ დამიმთავრებია. დღემდე ჩემი უდიდესი ინტერესი არის ფსიქოლოგია. მაინტერესებს, მიყვარს, თუ კი ოდესმე მივალ იქამდე და ჩავაბარებ და ვისწავლი. მარტო იმიტომ რომ ეგ მაინტერესებს. თორე მაგის გარეშე მე ყველაფერი შემიძლია გავაკეთო და მივიღო რაც მე მინდა ცხოვრებაში. ანუ თუ შენ მზად გინდა რაღაცა გააკეთო, მარტო იმიტომ რომ შენ უნდა გინდოს. იგივე მილიონერობა ხო, სიმდიდრე. შეიძლება შენ გინდოდეს, რომ შენი ოჯახის წევრები აცხოვრო კარგად, შეიძლება გინდოდეს, რომ მათ არაფერი გაუჭირდეთ, შეიძლება გინდოდეს, რომ ნებისმიერ ადგილს დაასვენო, ღმერთმა დააჭიროს და წამალი და ექიმით დააჭიროს საუკეთესო მისცე. ეს შენი სურვილია, ხდები? ანუ შენ თუ ვიღაცა გთხოვს სოლი ქმარი და ვიღაცა და ამიტომ აკეთებ, შენ ვერასდროს ვერ გააკეთებ ისე, როგორც გააკეთებს ის, ვის სულშიც აი ამის სურვილი ანთია, ხდები? და ჩვენ არ უნდა დავხარჯოთ დრო იმ რაღაცების კეთებაზე, რაც ჩვენ სულში არ ანთია. და ჩვენ უნდა დავხარჯოთ დრო იმის კეთებაში, რაც ჩვენ სულში ანთია, იმიტომ ყველა ადამიანის სულში ანთია რაღაცა სურვილი. და ეს სურვილი ერთი არ არის, რამდენიმეა კიდე. და ჩვენ ეგ უნდა ვაკეთოთ, იმიტომ რომ ყველას ჩვენი გზა გვაქვს. ჩვენ არ გვაინტერესებს პეტრე, პავლე, ივანე რას აკეთებენ. ჩვენ გვაინტერესებს ჩვენ რა გვაინტერესებს და ჩვენ რა გვინდა. ჩვენ რა მსხვერპლის და რა ტანჯვის გასაღებად ვართ მზად, იმისთვის რომ მივიღოთ ის, რაც ჩვენ გვინდა. იმისთვის კი არა, ვიღაცას უნდა ჩვენიანს, არამედ იმისთვის, რომ ჩვენ გვინდა. და თუ ჯერ ისეთი პატარა ხარ, რომ საერთოდ არ იცი რა გინდა. უბრალოდ დისციპლინა ისწავლე. ეს ყველაზე დიდი რაღაც არის, დისციპლინა. ნებისმიერ სფეროში. აი რომელიც გინდა ახლა გაიხსენე სფერო და თქვი. სპორტი, ცეკვა, სწავლა, ბიზნესი, გახდომა, დამოკიდებულებისთვის თავის დანება, ყველაფერი. პირველი და ყველაზე მთავარი არის დისციპლინა. დისციპლინის გარეშე არასდროს არაფერი არ გამოგივა. და დისციპლინა დიახ ისწავლება. ანუ ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი რაღაც არის დისციპლინა, მეცნიერება, რომელიც სკოლაში უნდა ისწავლებოდეს. ის კი არა, რომ ის საგანი ჩამობარე, რომელიც არასოდეს არ დაგაინტერესებს, არაფერში არ გამოიყენებ. დისციპლინა უნდა ისწავლებოდეს და ფსიქოლოგია უნდა ისწავლებოდეს. ესენი აუცილებლად უნდა ისწავლებოდეს. ხო და კი შეიძლება თქვა, რომ ხა თუ ადამიანს ვთხოვთ, რომ ისწავლოს რაც არ უნდა, ეგეც დისციპლინაა, მაგრამ თლად მასეც არ არის საქმე. ანუ ეგ შეგვიძლია ჩავღრმავდეთ და ვიკამათოთ მაგაში. ანუ რატო უნდა დახარჯოს ადამიანმა თავისი ცხოვრების დრო იმის სწავლაში, რაც საერთოდ არაფერში არასოდეს არ გამოადგება და მისი ინტერესი. მაგალითად ნახე, მე ვარ ჰუმანიტარი. რისთვის უნდა ვხარჯო დრო ქიმია, ფიზიკა და ეგეთებზე? მე არ ვამბობ ბაზას. ბაზა უნდა ვიცოდეთ, მაგრამ აი ესეთი უმაღლესი მათემატიკები სკოლაში რომ აქ მე ჩაბარებული. არაფერში არასოდეს არ გამომდგომია, არ გამომადგება. არ ჯობდა იმ დროში ის მესწავლა, რაც მაინტერესებდა. მაგალითად, ამერჩია რომ მესწავლო ფსიქოლოგია.
და ეგ მესწავლა თუნდაც სკოლაში. ანუ შეეძლოს ადამიანს აირჩიოს ისინი რაც აინტერესებს და იქ ისწავლოს თავისი დისციპლინა. ანუ ეს უნდა იყოს არჩევადი. ამას ვიძახი მე. ხო, და ისწავლე დისციპლინა. პირველი რასაც ისწავლე დისციპლინა და მიიღე დისციპლინის ტკივილი. დისციპლინას აქვს ტკივილი. ეგ არ არის საკუთარი თავის გატეხვა. ეგ არის საკუთარი თავისთვის ყველაზე დიდი საჩუქარი, ყველაზე დიდი განძი და ყველაზე დიდი მემკვიდრეობა. შენ თუ დისციპლინას გამოიმუშავებ და რაც უფრო ადრე გამოიმუშავებ, მით უფრო მეტრავეს მიაღწევ ცხოვრებაში, იმიტომ რომ ყველაფერი დგას დისციპლინაზე. იწყება და მთავრდება, ყველაფრის მიღწევა. თუ არაფრის კეთება გვინდა და ჩვენ ცხოვრება გვინდა რომ აი ესე გავისროლოთ, ცუდი მოსწავლეები რომ ის ტრუბკაში მასწავლებლებს ოთმებში ესვრიან ხოლმე ტრუბკით დორბლიან რაღაცებს. აი ეგრეთ თუ ჩვენი ცხოვრება გვინდა რომ გავისროლოთ. მაგაში არაფრის სწავლა არ გვჭირდება. ოკეი, ვიწვევით და ვისვრით და სხვებს გავლანძღავთ. მაგრამ ჰეითერები როგორც აკეთებენ დღე და ღამე, უყურებენ სხვებს და ლანძღავენ. მაგათი საქმე ეგ არის, ვიდეოებს ჩაუსხნენ, ვინც თუნდაც რაღაცა ძალიან ცუდად აკეთებს, მაინც ჯობია იმ ადამიანს, ვინც არაფერს არ აკეთებს და სხვას ლანძღავს. ერთი სახელი ქვია მაგას. არარაობა, 0. შესაბამისად მოვიკრუგოთ. მოვგვალდეთ. ბოლო სიტყვა ვთქვათ. როდის არის საუკეთესო დრო რაღაცის დასაწყებად და გასაკეთებლად? ამ წუთას, იმიტომ რომ ჩვენ ეს წუთი გვაქვს მხოლოდ. საკუთარ თავს არ ვებრძვით და არ ვტეხავთ. ვუხსნით, ვაგებინებთ და ვთანამშრომლობთ. და ვსწავლოთ დისციპლინას. და ამის მერე ყველა კარი, რომელიც გვინდა რომ ჩვენ წინ გაიღოს, გაიღება. ვერს არც ერთი კარი არ დაგვიდგება წინ. ოღონდ ამ ყველაფერს დრო, ნერვი და ძალისხმევა ჭირდება. და ამ ყველაფრის საფასურის გადასახდელად უნდა ვიყოთ მზად. და ეს ცოდნა რაც მე მოგეცით, ჩემი წლების განმავლობაში ნაგროვები ცოდნა და ეს ცოდნა აი მე რომ ამერიკაში ვცხოვრობდე. სცენებს შევაგროვებდი, აი ამაში და მილიონებს ავიღებდი. ეგრეც აკეთებენ. გონიათ სხვა ინფორმაციას იძლევიან? და ეს არის უფასო ცოდნა, რომელსაც მე ვაზიარებ. და შენ შეგიძლია წაიღო და გამოიყენო. და ვიღაცა ამას გაატარებს, ვერ დაინახავს და რაღაცა ჭიქას რო არასწორად დავდებ, იმაზე გამლანძღავს, მაგრამ ის ვიღაცა იცი ვინ იქნება? არარაობა. ამიტომ იმას არ შეუძლია ამის გაგება. არც უნდა. იმას უნდა რომ თვითონ არაფერში ჩაიხრჩოს და სხვა კრიტიკოს რაღაცაში. იმიტომ რომ გრძნობს თავის არარაობას. ჯობია რაღაცა გააკეთოთ ცუდად და თუნდაც შედეგი არაფერი არ გქონდეს. ვიდრე არაფერი არ გააკეთო და იყოს ხვისი კრიტიკოსი. და არავის არ ვლანძღავ, თუ მასეთი ხარ, დაფიქრდი, იქნება ჩემი ვიდეო სამყარო, იმიტომ გამოგიგზავნე, რომ ეხლა დაიწყო შენის შექმნა, იმიტომ რომ ეს ყველაზე ძვირფასია. ძალიან მიყვარხართ. გამოიწერეთ არხი. დაალაიქეთ ვიდეო, იმიტომ რომ აი გენიალური აზრი გითხარით. ცოდნა მოგეცით, ბრილიანტისებრი. ბრილიანტების მოპარვა კი არ ღირს, ასეთი ცოდნების შეგროვება ღირს, აი თვითონ სამყარო მოიტანა შენამდე ეს ცოდნა. და თუ რა თქმა უნდა გაგსრვილი დონაციის, რომელიც ზღვაში ერთი წვეთი იქნება, სიყვარულით და მთელი გულით. აგერ არის ჩემი პირადი ნომერი. მიყვარხართ, კოცნით და კარგ დღეს გისურვებთ.